ცოტა ჩასი სიგნალში. შუადღე ლაივში და მისა ქალბატონებო და ბატონებო და ძვირფასო ყველაზე კეთილო, ყველაზე გულწრფელო, ყველაზე მართალო, ყველაზე მოსიყვარულო ადამიანებო, თქვენ დღეს გილოცავთ, დღეს ბავშვთა დაცვის დღეა. ჩემო პატარა. ერთი წუთით რძეს მოვწმენთ და გავაგრძელებ. აი ესე მხიარულად შემოვიჭერით პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ დღეს 1 ივნისია, გილოცავთ ყველას 1 ივნის დღევანდელ დღეს. მე თუ მკითხავ, ყოველი დღე უნდა იყოს ბავშვებს და ალბათ არის კიდე რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. დღევანდელ დღეს 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოშიც აღნიშნავს ძალიან აქტიურად და დღეს ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ აი ეს ჩვენი ეთერიც მიუძღვნათ ბავშვებს და აღნიშნოთ ბავშვებთან ერთად. ეს არის ბავშვებზე ზრუნვის, მათი კეთილდღეობის და მათი უფლებების დაცვის სიმბოლური დღე. რომელიც 1925 წელს ჟენევაში დაფუძნდა. კი ბატონო, საფუძველი ჩაეყარა. კი, ბავშვთა კეთილდღეობის კონფერენციაზე მოხდა ეს ყველაფერი, სადაც შეთანხმდნენ ადამიანები, რომ სიმბოლურად შექმნილიყო ეს დღე 1 ივნისი, რომელსაც ერქმეოდა ბავშვთა დღე, ბავშვების სახელი. მოკლედ, აი ესეთი ისტორია აქვს მოკლედ ამ დღეს და ჩვენც დღეს გადავწყვიტეთ, რომ გავაფერადოთ რა თქმა უნდა, ეხა ბავშვების გარეშე დღევანდელი ეთერი ვერ ჩაივლიდა, ამიტომ ბევრი საინტერესო სტუმარი გყავს. ხო, მართალია. იცი რა მინდა ვთქვა, რომ აი რაღაცნაირი უფროსები ვართ უკვე, ხო, რაღაც გამოვედით იმასაკიდან, ხო. მაგრამ აი რო დაუკვირდე, ხო? კი, რაღაცებს ჭკუას ვარიგებთ ხანდახან, შენიშვნას ვაძლევთ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს, მათგან ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ. მათი ციფერადი და სიალალით ხო ვერთობით და ვიმუხტებით ყოველ დღე, ხო მართალია და მეცაც გეტყვი, მე პირადად ჩემს პროფესიაში მხოლოდ მათ განვსწავლობ. ისეთი მართალი როგორიც ბავშვი ხარ, ეს ბევრ რეჟისორს ვთქვამს, თუ შეგიძლია იყო ისეთი მართალი როგორიც ბავშვი, როგორც ბავშვი თამაშობს თუნდაც სახლობანაზე და შილობანაზე. აი ამას თუ გადმოიტანოს ეს პროფესიაში, მაშინ ნამდვილად კარგი მსახიობი იქნება. ეს ისე. ხო, და მე ვუსურვებ ყველა ბავშვს, რომ აი ეს ბავშვობა არ დაკარგოს არასდროს და ყოველთვის იყოს ბავშვურები. და ჩვენში ყოველთვის ცოცხლობდეს ის ბავშვი, რომელიც უნდა იყოს და მოდი ახლა სტუმრები მოვიწვიოთ ჩვენთან სტუდიაში. ნიკოლოზი, მარიამი და გიორგი არჩვაძეები მამასთან ერთად. და თუ ვინ არის მამა? ალბათ მიხვდა ჩვენი მამა. ნეტა ვინ არის? მოგძანდით? დათო არჩვაძე. მოგესალმებით, უდიდესი სიყვარულით. ბავშვთა დაცვის დღე არის, სად არის ბავშვები შემოვარდნით? მარიამ არჩვაძე, ნიკოლოზ გიო არჩვაძე და ნიკოლოზ არჩვაძე. დაიმახსოვრე, ერთად დაიმახსოვრე, კარგია. შენს კი გადასვი. მოდით ბავშვები აქ ჩემ. ნათია დუმბაძე თავის არაჩვეულებრივ გოგონასთან ერთად, ელეისთან ერთად. შუადღემში დობი. შეიძლება? ნათია. მამკა და ანტრო ბოდიში ლაშაღლონთან ერთად შემოგვიერთდებიან ახლა შვილიშვილები ლაშა არის შვილიშვილებთან ერთად აი ხა რო შეხედავ რა ეთყობა რომ ბაბუა ამითხარ არა საერთოდ ნამდვილად გამარჯობა შემოძვირფასება აი რაღაცნაირად ისე გადავნაწოდეთ აქ კიდევ ორი სტუმარი უნდა დავშვათ და აი ერთი სკამით გადავიწიოთ ასე ვთქვათ თუ შეიძლება და სანამ თქვენ გადავაგდებით ასევე უნდა მოვიწოთ ორი ქალბატონი რომლებიც აი ესე დამოუკიდებლად მოვიდნენ მშობლების გარეშე კი ბატონო იმიტომ დიდი გოგოები არიან უკვე აბა რა შინანო და ნატანა მელაძეები მობრძანდი გამარჯობა ქალბატონებო. ვაიმე როგორი ჭყონი ხარ თავამაზე. მიკროფონიც აიღეს და დაბრძანდით კი ბატონო. გთხოვთ მობრძანდით? ჯერ ჩვენთან დაბრძანდით და შემდეგ უკვე გიხმობთ ამ მიკროფონებით სცენაზე. აი ასე, მეგობრებო. მოკლედ ეხლა სანამ თქვენთან საუბარს და ბავშვებთან პირველ რიგში საუბარს დავწოთ, პირველ რიგში უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ მოყვედით ჩვენთან და გვაფერადებთ და გვიფერადებთ ჩვენს ეთერს. აი მართლა ბუდიში რო გაწყვეტინებ რა. აი ამას ახლა რამე ჯობია? აი მართლა, აი იყოს კადრი და იყოს მთელი, რა ვიცი, ამდენი საათიც გინდა, ხო? არ მოგბეზდება ამ ადამიანების ყურება, რა მაგარია. და მოკლედ ვიდრე თქვენ მოგვიყვებით თქვენს ძალიან საინტერესო ამბებს გვიმღერებთ და გაგვახარებთ და გაგვახალისებთ ჩვენც რაღაც ხო უნდა დაგვეხვედრებინა ხო თქვენთვის და
დღევანდელი დღის მოსავალსაც სპეციალური სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან. სიურპრიზია, ასე ვთქვა. დიახ, არჩენ არ იცოდი. რა მაგარია, შენთვისაც სიურპრიზი იქნება ესე იგი. რა? მაშასე სიურპრიზი სტუდიაში! ბავშვებს და ჩვენც. მოდით. ვაიმე, რანაირია? გოგიდება. Game start. Kissy face, sent to your phone, but I'm trying to kiss your lips for real. Red hearts, that's what I'm on, yeah. Come give me something I can feel. Don't you want me like I want you, baby? Don't you need me like I need you now? See tomorrow, but tonight go crazy. All you gotta do is just meet me at the It's whatever you like. Turn this opposite into a club. I'm talking drink, dance, smoke, freak, party all night. Come back, girl, what's up? Don't you want me like I want you, baby? Don't you need me like I need you now? Sleep tomorrow, but tonight go crazy. All you gotta do is just meet me at the Are you ready? 'Cause I'm coming to get you. Hold on, I'm on my way. Yeah, I'm on my way. Hold on, I'm on my way. Yeah, I'm on my way. Don't you want me like I want you, baby? Don't you need me like I need you now? Sleep tomorrow, but tonight go crazy. All you gotta do is just meet me at the Just meet me at just meet me at the just meet me at the Bravo! დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს ანიმატორებს. Peppa Pig. ნახვამდის. კიკის ანიმატორები იყვნენ ჩვენთან სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა მათ. მე ძალიან გავერთე და ალბათ ბავშვებიც. კარგი იყო ბავშვებო? თუ მაგარია, ძალიან მაგარი. კარგი, მაშინ აი ესე მაგრა გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი და იცით რას ვფიქრობ? დიახ. რადგან ნატატა და თინანო აი ესე დამოუკიდებლად მოვიდნენ, ხო? მაგარია, ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე ფიქრიც რო შეუძლია, მივიდი? ხო, გამიზარდებით. ხო და რადგან ესე დამოუკიდებლად მოვიდნენ, ხომ არ დავუთმოთ პირველ რიგში მათ სცენა. სიამოვნებით. შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე სხვებთანაც, ხო? ნატატა თინანო, რა სიტყვი? რა სიტყვი? თანახმა ხარ? თანახმა ხარ. მაშინ მიკროფონები? ინებეთ მიკროფონები. სხვათა შორის სატელევიზიო პრემიერა გვაქვს დღეს. დიახ. პირველად შეასრულებენ მე როგორც ვიცი დღეს ეთერში ამ სიმღერას ნატატა და თინანო, ხო? გთხოვთ, ქალბატონებო. მიბრძანდეთ. სიმღერას რა ქვია? გოგოებო, სიმღერას რა ქვია, გამახსენეთ? როგორ? მუნანო? როგორი საინტერესო სახელი გქონია. ხო, მზად ხართ? ვიმღეროთ? აბა. Tun sa di di gastila, aram gonim
გაუკეთეს იცით როგორ ხდება Discuss around me კაროს ნეტავინ თუ მიხდება სისუფსიდას ჩავიბეწვი თუმცა დიდი გასტილა არა მგონი მსულაგობა მოიშალოს ადვილად მუნანო 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 ჩემი კნუტი მუნანო 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 ჩემი კნუტი მუნანო თაგონია ყაცკი გასცევს ზედა წამოწოლილა რამდენიმე ზაცკი ახსოვს უმავის ყოფილა სამწევათა გაუკეთეს იცით როგორ უხდება ის მას რომ არ მიეკაროს ნეტავი თუ მიხდება მუნანო 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 ჩემი კნუტი მუნანო 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 ჩემი კნუტი მუნანო კნუტი მუნანო გასაყვალები ხარ თუბებო ძალიან დიდი მადლობა. ხართ გოგოებო, მოიცა არ წახვიდეთ. ვიყავთ ჩვენ. ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება დაბრძანე. არა, შესაძლოა შენ დასავ კითხვას, მე მაქვს ერთი კითხვა. ბავშვებთან, აბა მიდი. ბავშვებთან არა, შენთან. ჩემთან. ბავშვებთანაც. გისმენთ? სამხალ ბატონთან. გისმენთ? აი ხა უცბად რომ მივიდეთ როიალთან და რაღაცა ექსპრომტად ვიმღეროთ, შეგიძლიათ? შეგვიძლია იცი რა ჩვენ მოვილაპარაკებთ მანამდე და მე ცოტა ხანში აუცილებლად არ დამოვიწყდება, ხო იცი? არ დაგავიწყდეს არავითარ შემთხვევაში. მანამდე იცი რა მაინტერესებს ახლა გოგოებო, მიკროფონებს მოგაწოდებთ და ყველასთან ექნება ეს შეკითხვა რა თქმა უნდა. აი როგორ ემზადებით დღევანდელი დღისთვის მოყევით ერთი აბა დღეს ხო და რამე განსაკუთრებული ხდება ხოლმე დღეს? დღევანდელ დღეს. კი აი რა ხდება მოყევი აბა სადმე მიდიხართ დასართობად კი კი კარგი ერთი კითხვა მაქვს მე როგორც ვიცი თქვენი დედიკო ძალიან კარგად უკრავს ძალიან კარგად მღერის და ძალიან კარგ სიმღერებსაც წერს ხო ესე კი ხო და სახლში გამღერებთ ხოლმე სიმღერებს კი მართლა აი რამე სიმღერას ხომ არ გაიხსენებდი მაგალითად აბა ანაბანა მამამ შეშა მართლა და ერთად მღერით დედიკოსთან ერთად და მამამ მღერის ნატატა კი მართლა მღერის? მამაც მღერის? როგორ მინდა მოვისმენ? არა, აი გარმომისმენია არასდროს. არც არავის არ აუცილებლად მოვისმენ მაგას ოდესმე. დრო დადგება მაგის. კი. კარგი. მადლობა. გავინაცვლოთ ახლა ბავშვებთან კიდევ მოგვიყევით დღეს რა დღეა იცი? ვინ იცის რა დღეა დღეს? მე ბავშვთა დაცვის დღეა ოჩა და როგორ აღნიშნავთ ამ დღეს? მე მოგიტანთ მიკროფონს. აქვე ვიქნები რა, რომ აღარ ვირბინო. სად მივდივართ დღეს? მიდიხარ დღეს მივდივართ ჩემ დედას კონცერტზე უი, კონცერტი გა? ესე პირდაპირ კონცერტი მოგიძღვნათ ბავშვებს? ყოჩახ დედიკო? რა მაგარი და როგორ გაერთობით დედას კონცერტს? გიყვარს დედას სიმღერები? კი ერთად მღერით ხოლმე ხშირად? კი სულ სახლში მღერის ხოლმე მართლა? სახლში სულ მღერის, ხო? ხო წარმომიდგენია რა კარგი იქნება დედას მოსმენს. და უყვარს სიმღერა ძალიან. ხო, მე ვიცი ეს და არ ვიცი, მაგას ნახავ ცოტა ხანში. ხო. პრინციპში ნახოთ? შეგვიძლია ვნახოთ და მოვისმინოთ. მზად ხართ გოგოებო? ვართ რა თქმა უნდა. კი? მაშინ ვიბრძანეთ. ბათ მიკროფონი ვათხოვოთ. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ეს სიმღერაც პრემიერა იქნება. სატელევიზიო პრემიერა იქნება. სპეციალურად ამ გადაცემისთვის და დღევანდელი დღისთვის ჩაიწერა ეს სიმღერა. ხიარული და რა სიმღერა რო გითხრა? მე კი ვიცი, მაგრამ აბა ელემიცის.
ქვია სიმღერას? ჩეჩილი დამი ჩეჩეთ. როგორ მიყვარს? მიყვარს ეგ სიმღერა. ძალიან კარგი. ხოდა დღეს შეკისრული თან სიმღერის მე და ელი. რა მაგარია, სიამოვნებით მოგისმენთ. ცოტა გაგუწულია. ო? შენ ჩემზე გაბუტული ხარ და არ მეთამაშები ეს იმიტომ რომ გუშინ მე შენ აგიჩეჩეთმები ხვალ რომ ბარბი მოგიყვანო დონალდი ან დემბი შოკოლადიც რომ გაჩუქო არ შემირიგდები არა ხდები რომ ამიჩეჩეთმები ხდები რომ არ შეგირიგდები ხდები რომ ამიჩეჩეთმები და ნუ გამომაბეზე თავს მე შენზე გაბუტული ვარ და არ გეთამაშები ეს იმიტომ რომ გუშინ შენ მე ამიჩეჩეთმები ხვალ რომ ბარბი მომიყვანო დონალდი ან დემბი შოკოლადის რომ აჩუქო არ შეგირიგდები არ შემირიგდები ხდები რომ აგიჩეჩეთმები ხდები რომ არ შემირიგდები ხდები რომ აგიჩეჩეთმები და აღარ მოგაბეზრებ თავს ძალიან რომ ჩაგეხუტო მაინც არ შემირიგდები არა ბუქტარ ბე აბელ კამელ კუმანე ინგლი ბინგლი რამაცინგლი ვიშლაძე ეკი ბენკი ციკლისა ეკი ბენკი ბა ეკი ბენკი ციკლისა გავიდა ესა მესა გადის ესა მესა გადის ესა მესა გადის ესა გავიდეს ესა მესა გადის 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 გავიდეს პამ პამ პარა პამ პარა პამ პარა პამ პამ პარა პამ პამ პარა პამ პამ პარა პამ პარა პამ პარა პამ პამ პარა პამ პამ პარა ესა მესა გადის ესა მესა გადის ესა მესა გადის გავიდეს ესა მესა გადის ესა მესა გადის ესა მესა გადის გავიდეს ბრავო! რა მაგარია. აი, თან იმღერა, თან ითამაშა. აი, ნამდვილად. მე ძალიან ვფიქრობ, მადლობა. რომ შენს კონცერტებზე შენი გოგონაც უკვე უნდა იღებდეს მონაწილეობას, ისე მაგრამ ღერის. მე ვფიქრობ, რომ დროა რომ ჩაგანაცვლოს. უბედნიერესი. ისურჩევნია მამულსა, აი, ეგ არის. უბედნიერესი. და სად მოგისმინოთ დღეს ჩვენ და ბავშვებმა? დღეს ვიღებთ მონაწილეობას შერატონში. ესეთი ბავშვთა ღონისძიება ბავშვებისთვის მიცხნილი კი ღონისძიება და იქ უნდა ვიმღერო მე და ელოიც მომყვება. დაახვალე, წყალი. ნუ ბავშვმა იმუშავა და ხო, ნუ ეხა. იმღერა ადამიანმა. არა უშავს. და ჩვენ სტუდიაში ყავს კიდევ ტყუპები სხვათა შორის, ერთი ტყუპი ხომ მოვისმინეთ უკვე და ახლა კიდევ ტყუპებთან უნდა გადავინაცვლოთ. არჩევთ ტყუპები, არჩვაძეები, ასე ვთქვათ. და ნიკოლოზ არჩვაძე რა თქმა უნდა, უფროსი, ნიკოლოზ უფროსი. გიორგი და მარიამი ტყუპები, ხომ ასეა? აქეთ იქით ტყუპები. აქეთ ნიკოლოზ. დათო მოგვიყევი ახლა ბავშვების შესახებ, როდის დაიწყეს სიმღერა, როგორ მღერიან? ეხლა რო გეთქვა რომ არ მღერიან, ძალიან გამიკვირდებოდა და რომ მღერიან, რა ვიცი, გვიკვირს, მეგონი არა. სხვათა შორის გაგიკვირდება და სულ რაღაც 1-2 თვეა რაც ჩემთან მუსიკალურ სტუდიაში მოვიდნენ ძლივს ბავშვები. ჩემზე დაკავებულები არიან უკვე. რატო ჩააწყვეს ხო ბოლოს და ბოლოს ხო? ჩააწყვეს კი, მოსულიყვნენ და ასევე გიტარას ეუფლებიან ჩემ სტუდიაში, მაგრამ აი რაჭულად გვიან, აი ახლა სულ რაღაც 1 თვეა რაც მართლა? ხო იცით ყოველთვის ვერაზოს ვერ იცლის შემოქმედი ადამიანის საკუთარისთვის ეს დაუწერელი კანონია. ნუ ეგ ეგრეა. და მადლობა ღმერთს რომ აი როგორც იქნა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და აღმოჩნდა რომ მღერიან ჩემზე უკეთესად. რა მაგარია, ეჭვიც არ მეპარე. დიდ სამზადისში ვართ, ეხლა 6 ივნისს მაქვს დიდი სტუდიის დიდი კონცერტი
და ემზადებით ჩემი შვილებიან და ბევრი აუ რა მაგარი. მოსწავლეებიანათ ესეთი. აი ყველაზე ძალიან მიყვარს აი ესეთი კონცერტები, იმიტომ რომ ყველაზე მართალი არის მართლა და ყველაზე სახალისო და სასიამოვნო. წარმატება. რა ხობა ვიმღეროთ? ვიმღეროთ, კი. მოდი იცი როგორ ვქნათ, ჯერ მაგალითი მივცეთ ბავშვებს. აჰა. და მე ბავშვებთან ერთად. მათ საყვარელ სიმღერას შევასრულებ, მაშინ ჩემი საავტორო სიმღერა გახლავთ. გთხოვთ. აბა ყურადღებით გისმენთ. შენს ზებნაში თავზე ვერჯერ დამთენებია გიპოვნე და დრო რომ გადის შენი გზებია როგორ მინდა საფერებლად შემოგიარო ჩემი ხარ ფიქრების ზღვა გაგიზიარო შენ ახარა გათენება შენ ახარა დაღამება შენ ახარა გოცნებით გამთვარი მზე შენ სალერს ვერ ველები შენს ჩრდილსაც ვეფერები მოდი რომ უშეველო არეულზებს სიყვარული ძნელიაო გამიგონია შენ სალერში დრო რომ გადის არ ამგონია სიყვარულზე ბევრი ლექსი დაუწერიათ სიმღერით მოგიყვები რაც უთქველია შენ ახარა გათენება შენ ახარა დაღამება შენ ახარა გოცნებით გამთვარი მზე შენ სალერს ვერ ველები შენს ჩრდილსაც ვეფერები მოდი რომ უშეველო არეულზებს შენ ზებნაში თავზე ვერჯერ დამთენებია გიპოვნე და რომ დავდივარ შენი გზებია სიყვარულის ბილიკებზე ერთად ვიაროთ არ მინდა შენთან მოსვლა დავაგვიანო შენ ახარა გათენება შენ ახარა დაღამება შენ ახარა გოცნებით გამთვარი მზე შენ სალერს ვერ ველები შენს თილსაც ვეფერები მოდი რომ უშეველო არეულზებს შენ სალერს ვერ ველები შენ თილსაც ვეფერები მოდი რომ უშეველო არეულზებს მოდი რომ უშეველო არეულზებს მოდი რომ უშეველო არეულზებს დანაცინცაძეს და სხვადასხვა მანიკა იყო 2 წლის პირველად რომ შეასრულა ეს სიმღერა. მართლა? 2 წლის ეს სიმღერა. ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე მერა ოჩა მანიკა. და სამართვა ფაქტიურად. უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. ეხლა ბავშვებთან გადმოყო. აი ესე ჩამოვინაცვლებ თქვენთან და აინტერესებს. მხოლოდ მამიკოს სიმღერებს მღერით ხოლმე? თუ სხვასაც? არა. სხვასაც? უფრო ხშირად მამიკოს სიმღერებს თუ მაინც მინდა რომ უფრო ხშირად მამიკოს სიმღერებს. კარგი სიმღერები კი აქვს და იმღერები. მადლობა. და სახლში ერთად მღერით ხოლმე? კი. მართლა? აი რას მღერით უფრო ხშირად? არ გახსენდება ეხლა? რთულია ხო მეც ეგეთ კითხოს რომ მისვამენ, მეც არ მახსენდება. ხო, როგორ გინდა ეხლა უცბად გაიხსენო მილიონი სიმღერიდან ერთი მაინც. შესრულდეს ფანატიკურად უყვართ სიმღერა დაბადებიდან და ბაჩუკიჭაიშვილის სასწაულის სიმღერა. მოდი გაზაფხულო და გუშინ წავიდა გაზაფხული, ზაფხული დადგა, მაგრამ ნუ აქვე არის, აქვე. აქვე. ბიჭებთანაც გადავალ რა 2 წუთით შეიძლება. ხა ისეთი მრავალხმიანი სიმღერები გაქვს დათო შენ განსაკუთრებით და უხდება და ოჯახიც ისეთი აღმოჩნდით მრავალხმიანი რომ მაინტერესებს ბიჭებო ხმებში თუ მღერით ხოლმე აი მაგ კი მართლა რომელ ხმას მღერით? მე მეორეს ხმ. მე პირველს მღერი. პირველი მეორე. სასწაული გითხრათ, ბარიტონი მესამე ხმა ჩაწერა მანიკა. მართლა? გაცვალ ეს ხმები და ნიკი მეორე ხმა. მოკლედ
ესე იგი ავრიეთ რაღაცეები და ხმებში მღერით უკვე და ნუ ესე იგი ძალიან რთულია და ძალიან საინტერესო. ოქროს ყურის ზეიმი არის სახლში. ესე ვთქვათ. ქართული ხმა ხო იცით ყველაზე რთულია. რა თქმა უნდა. ბარიტონი მithumetes და არის. ნუ არაჩვეულებრივ. ერთი სული მაქვს მოვისმინო. კი მინდა თქვენთან საუბარიც, მაგრამ თან ძალიან მინდა მოусმინო სიმღერა. სპეციალურად აი ეს სიმღერა სპეციალურად მომამზადეთ რეზი ედგარიძეს, აი მართლა უნიჭიერეს მუსიკოს. დიდი მადლობა. საოცარი ვერსია გვაჩუქა და შემოგთავაზ. ხმებში გიმღერებთ. ოხ, რა კარგია. ხმებში მოგეფერებთ. კი ბატონო, მე მოგცემთ მაშინ მიკროფონს. დავიდეთ ბავშვი. ხო. მიკროფონიც გადაინაწილებთ. კი. გაზაფხულის მერცხალი ხარსული სინაზე სიყვარულით მომღერალი ყოველენაზე ალვისტოზე აჭიკჭიკდი ვარდ და ყიაზე ადამიანსაც აყვავილებს დრების ჯინაზე და მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო უჩაყვარახჭინებულო მოდი გინადრე და მაღლაცაშია ჩუხჩუხთა წყარო ანკარა ჩიტუნებმა სიხარული ჩეკრეს კამარა შევისი ლამაზი და მავარდმა სიხარა იხარე და იდღე გძელე ჩემო პატარა და მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო უჩაყვარახჭინებულო მოდი გინადრე და მოდი გაზაფხულო მოდი სიყვარულო უჩაყვარახჭინებულო თვალზე შემოკიდებულო მოდი გინადრე მოდი გინადრე მოდი აი როგორი სიმღერა ძალი ყველასთვის ცნობილია ალილოს პოპულში როგორი კეთილი სიმღერაა და როგორი შესრულება ჭირდება ესეთი კეთილი ავტორი ყავს ბატონი ბაჩუკი ჭეიშვილი ექიმია ხაზგავს ამას აკიდა სულის ექიმი და ხორცი აი ასე შეხმატკბილებულად იწყებ მე წარმომიდგენია ყველა დასაკში რას მოახდენენ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები დიდი მადლობა ჩემი კარგი და ბავშვებს გასაკვირველია პირველ რიგში არა ხო რა ეხლა ეს ხო ისეთი თემაა რომ ვერ დააძალებ და ძალით ვერ მოუყვან სმენას ვერც ხმა არის ბუნებრივად და რა მაგარია და რომ უყვართ ქართული სიმღერა რა კარგია ხო დიდი ბედნიერია და ზოგადად ქართული სიმღერის სიყვარულზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება დათოს არ ვკითხოთ ამ შემთხვევაში ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველა ტრიოს, ყველა კვარტეტის დამფუძნებელი შემსრულებელი ავტორი ხო რა ვიცი ბართა რამდენ საქმეს აკეთებ და რა კარგ საქმეს აკეთებ აი თქვი და თქვენ უნდა ნახოთ რეპეტიციაზე რა ხდება ну არც ერთ რეპეტიციას არ ტოვებენ ბავშვები და უკვე ხმებში იმიტომ ამღერდნენ რომ იქ აი ჩართულ ხმას ბარიტონს დაბალ ბანს მოკლედ ჩემ ბიჭებს მოვიკითხა უდიდესი სიყვარული და აუცილებლად გეწვევით ძალიან მალე ჩემი ახალი კვარტეტი ძალიან დიდი სიამოვნებით მიგიღებ რა თქმა უნდა გაგრძელდა მოღვაწეობა ესე ვთქვა რა მაგარია გეოდებით რაც შეიძლება მალე დაპირება დაფიქსირებულია პირდაპირ ეთერში პირობა მოცემ აბუასთან ხომ არ გადავიდა ხო და იცი რა მინდოდა რომ მეკითხა რომ აი ხო არის რომ დედა ხარ და რაღაცა ახალი სიცოცხლე გემატება მამა ხარ ხო ბაბუა როცა ხდები ალბათ არ ვიცი ორჯერ ოთხჯერ რატომ ხო დააკვალიანა ბევრი ტრიო და კვარტეტი და ჩემი სცენაზე დგომაც დათოს დამსახურებაა იმიტომ რომ ის სიმღერა რო არ დაეწერა ჩემთვის მონატრები ხარ ფიქრებს 15 წლის წინ მე სცენაზე არ ვიდგებოდი ნამდვილად ეს როგორც სოლო მომღერალი და დიდი მადლობა მინდა უთხრა დათოს ამისთვის ამ მადლიერებისთვის ჩემო და ნანაცინცაძეს
არა შეიძლება დამაყენე სცენაზე რა. ატყო. სპეციალურად ვიმუშავებ. ძალიან დიდი მუშაობა მოგიწევს. რა შეიძლება ბაბუობას ორი სიტყვით გეტყვით რა არის რა. პირველი შვილი რო გამიჩნდა ვიყავი 20 წლის რა 21 წლის და ჩემი მეუღლე იყო 18 წლის და ასე გვეგონა რომ დას ზრდიდი რა პატარა დას და ბაბუა რო ხდები ეწლები რო გემატება და აუ ცხოვრება წავიდა უკვე ესეთ ასაკში ხარ რაღაცა და ესენი იბადებიან და იწყებ ხელახლა ბაღში მიდიხარ სკოლაში შედიხარ მეცადინეობ და თავიდან იბადები რა და ხარ ბედნიერი რა ეს არის დიდი სხვაობა უკვე გააზრებული გაქვს ყველაფერი და მეორეჯერ ცხოვრობ. მე მაგალითად ახლა მეორე ცხოვრებით ცხოვრობ და ვარ უბედნიერესი ადამიანი. მეორე ცხოვრებით ცხოვრობ კი არა, თავიდან დაიწყე, ხომ დაიბადე და გაახალგაზრდა. კი, ხო, მაგას ვამბობ რა. მაგას ვამბობ. იცი მაინტერესებს უყვართ შენი სიმღერები, როცა მღერის. სიმღერები უყვართ, მაგრამ ცოტა სხვა ინტერესები აქვს. ანდრა ბალეტისკენ იწევს პატარა. როგორ მიყვარს სხვათა შორის ანდრა მარტო მას ქვია საქართველოში. ესეც სახელია. ანდრა და მამუჩიკო მოქანდაკეობას აპირებს და აუცილებლად უნდა წავიყვანოთ ფლორენციაში, უნდა ვაჩვენოთ მიქელანჯელოს ნამუშევრები და იტალიაში შემოდგომაზე წავიყვან აუცილებლად და საქართველოში ყველა ძეგლი შეყვარებული ვარ ორივეზე. ყველა ძეგლი იცის აბსოლუტურად ვინ როგორ ან და ძერწავს ხატავს არაჩვეულებრივად. აი რო ნამუშევრები. ხო, ძალიან მე ძალიან მაინტერესებს და აი თვითონ მივიდა მაგამდე თუ აი ხო, თვითონ მივიდა. ჩვენ ბავშვებს ახლა ყველა ესე ვზრდით რომ რა არის ნიჭიცა აქვს იმას უნდა გაყვეს და არ უნდა შეუშალო ხელი და სტუდიაშიც არ მიგვიყანია მხატვრობაზე, იმიტომ რომ არ გვინდა რომ რაღაც ჩარჩოებში მოექცეს და იყოს დამოუკიდებელი და ბავშვობა შეინარჩუნოს დიდი ხნის განმავლობაში. აი ეს არის და ეს. გამაგარია. და დღეს ბავშვთა დღე კი არის, მაგრამ პარასკევი, შაბათი და კვირა ამათ აქვთ ბებიას და ბაბუის დღე და ბავშვთა დღე არის ისედაც ბავშვთა დღე არის სამივე დღე, ხო? როგორ ატარებთ ხოლმე დროს? რა ვიცი, ამათ ნებისმიერ სურვილს უსრულებთ, რაც უნდათ და თავისუფლება აქვს და მიყრიან, მოყრიან, ის ბალეტი ეს ძერწავს რაღაცებს, სახლი ირევა, მაგრამ შეგუებულები ვართ იმას, რომ სახლი უნდა აირიოს. ხო, რა თქმა უნდა, სადაც ბავშვი იქ სახლი უნდა აირიოს და ბედნიერებაც მოიტანოს ამ არევამ ჩემი აზრით. კი, და ბაბუები და ბებიები არიან ყველაზე გასაკონტროლებელი ადამიანები. მე თო, მაგას ცალკე გადაცემა შეგვიძლია მივუძღოთ, მე პირადად არ გავჩერდები ეს თამამების სპეციალისტები. ვაშა, იცი რა მგონია, ნუ კითხვას დავსვამ უფრო სწორად, ალბათ იმ უამრავ კონცერტს, გასტროლს და გამოსვლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის მიძღვნილი სიმღერები იქნება ჩემი აზრით, ხო ასეა? რა თქმა უნდა, მე არასოდეს არ მივსულარ კომპოზიტორთან და არ მithოვია, რომ გინდა თუ არა ეს სიმღერა მამღერა თქო, ერთადერთი შემთხვევა იყო, მამუკა ჩარკვიანს თხოვე, ბატონ ჯანსუხს რო აქვს დაწერილი ირმა გიგანისათვის ტექსტი ბაბუას შვილიშვილისთვის და მამუკას აქვს დაწერილი არაჩვეულებრივი სიმღერა და რო შევარდი მამუკასთან ეს რო არ მამღერო აქედან არ გავალთხო და რაზეა ლაპარაკი, მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან მამუკა მოვიკითხო დიდი სიყვარულით და ცოტა სევდიანი სიმღერა კია, ორჯერ შევედი სტუდიაში და ვერ ჩავწერე ვერაფრით, ცემლი მომადგა თვალზე. მე დავლი ერთი ჭიქა ისა რა ქვია და შევარდი და ჩავწერე. სევდიანი კია, მაგრამ რეალობაა და მომავალი მაინც ამათია და ესენი უნდა იყვნენ კარგად და ბედნიერად. ეს არის ყველაზე მთავარი. ხო და ხომ არ მოვისმინოთ ეს სიმღერა? კი, მოვისმინოთ და თუ რაღაც მხიარული განწყობაა და შეიძლება მეორე სიმღერაც მომაფიქრდეს. როგორც ბათუმელს შეიძლება აჭარული სიმღერა. გადასარევი. ოღონდ პირობა უნდა მომცენ რომ იცეკვებენ ამ სიმღერაზე არა შემდეგ სიმღერაზე ვიცეკვებთ. ყველა ვიცეკვებთ. კი ბატონო. ჩვენ ბავშვები ვიცეკვებთ. ხო. დიდები არ ვიცი ასიზავენ. უпроსები ვიცეკვებთ თქვენს. გთხოვთ. შენ რომ დიდი იქნები მე რომ აღარ ვიქნები და მასიე ფიქრები როგორც თოვლის ფიფკები შენ რომ დიდი გახდები შინ რომ აღარ დაგხვდები სხვას რომ ვერას გავხდები სულში ჩაგისახლდები
როცა შენ დაქალდები როცა მე გავკვავდები ისე არ დამთავრდები ისე არ დავღამადები იქედან არ გინათო ხშირად განაწვირადო მერე უფალს იმას თქო გადავიგცა ირმადო გადავიქცე ირმადო ხელზე ჩამოვიკიდე შენ სიყვარულს მძივადა შენ სახელზე ძვირფასო თაში ვიბლირამადა შენ რომ დიდი იქნები მე რომ აღარ ვიქნები და მასიე ფიქრები როგორც თოლის იფქები როგორც თოლის იფქები და მასიე ფიქრები როგორც თოლის ფიფქები როგორც თოლის ფიფქები მგონია პირველად ოღონდ სიმღერა დედა მე ძალიან ემოციურია ძალიან ნუ ახაჩვენები ამბავია ყველა სიმღერა ჰიტია მის ყველა სიმღერა მის ჰიტია შესრულებას რომ არანორმალურია სერვიტა შეგიძლია ეგვა ეგ ჩაულებრივი ამბავია არ არის პრობლემა ჩაულებრივი ნამდვილად არაჩვეულებრივად არანორმალურია დიდი მადლობა ეხა აჭარული მინდა გიმღეროთ როგორც ბათუმელმა და აი რა ვიცი ხო, ცეკვავთ, ვიცით, არ ვიცით, მე მგონი უნდა იცეკვო. წევდა წიწინი. წევდა წიწინი. წევიდე იუფერი რადები ბაროდა შენი თმების ткаჩად ქუჩით სურს ხელპირიდები ბაროდა სურს კისერზე მოვიძენძო ზეწმანულაი ვენახები აბაცას დაივარსკვლავებს ისე რასდე ვენახები და სურს კისერზე მოვიძენძო ზეწმანულაი ვენახები აბაცას დაივარსკვლავებს ისე რასდე ვენახები და ვარსკვლავებსაც ნახე რამთვალებს შემომითვალა აქ იყავდა მე არ ვნახედა დედა იმ დროსთან ხედა ლენკარით თუ მოგელათიდდა სათიფში რომ შიგისწრებდი ზვინებში რომ მოგბელავდიდა დედა იმ დროს შენ წამწამებს რომ ცვიოდა იამთების აწიგულის კუკულებზე ვეღარ იგირი ავადებიდა ნაინანინანინა
ისინი უნდა ვატაროთ. რა თქმა უნდა, ეხლა მიხარხავი, მაგრამ ესეთი ადამიანი ვინმეს უნახავს? არავის. ხო, ლონდონში მაქვს მალე სოლო კონცერტი და წავიყვან ამაც უყუროს. კი ბატონო, ბავშვებო. აბა მომიყევით კი და მითხარით ახლა როგორ მოგწონთ დღევანდელი დღე და დღევანდელი აი ეს ჩვენი მხიარულება. მაგრად ბავშვები. ბავშვებო. მოგწონთ? კიდე მოხვალთ ხან? უფრო ამახიანად. კი! ამარა, გელოდებით. ხოდა. ხო. ეხლა მე მგონი ძალიან დიდი მადლობა ბაჭი თუ ხო რა ვიცი კი გიხდება ეს სცენა დაიყავი ხო და ეხლა ჩვენს ეთერში ცოტა პატარა პაუზი აუ ბავშვი მოდი ჩვენთან მოდი ყველა მოდი დაჭიკი დიდი ბავშვია შენ ეხლა ყველა ერთად სამთვლაზე რეკლამა უნდა დავიყვიროთ სამთვლაზე რეკლამა კაი სამთვლაზე რეკლამა ყველა 1 2 3 რეკლამა აი ისეთი დამუხტული ვარ და ენერგიებული რომ არ ვიცი სად წავიღო იცი სად უნდა წაიღო უნდა დაჟე და მაგ ენერგიით რა კაია რომ პირდაპირ ეთერში ვარ მაინც გეტყვი უნდა დაჟე და მაგ ენერგიით უნდა უყურო მაიხერხევლიცის რუბრიკას ეკიმის რჩევებს ძალიან დიდი სიამოვნებით თან კუჭნაწლავის პრობლემებზე ისაუბრებს არც მეტი რატო ვერ აღმოფხარი ეგ პრობლემა ჩემს თავში არ ვიცი და ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ვერ აღმოფხვრა რატომ ძალიან კარგად ვიცით ხოდა იქნება აღმოფხრა ახლა რომ მოусმე აი ხა ჩაბუჯდები ხო ნახავ ერთი კარგი მაშინ მე დაუბრუნდეთ ჩვენ მაიას შემდეგ ნახოთ აბა გთხოვთ რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს წინ ძალიან საინტერესო რუბრიკა გველოდება, თუმცა სანამ უშუალოდ თემაზე შევჩერდებოდე და ჩვენ სტუმარს წარგიდგენდეთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარი ეს არის ბრენდი 45 წლიანი გამოცდილებით, რომელიც პოზიციონირებს მსოფლიოს ბაზარზე და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. დღეს, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება წინ და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გასტროინტესტინალურ პრობლემებზე და ეს პრობლემები ხშირად ხოლმე მწვავდება გაზაფხულის პერიოდში, ზაფხულის პერიოდში, თქვა შესაძლებელია იყოს რაღაც გარკვეული კვების ცვლილებებთანაც დაკავშირებული და ამ თემაზე სასაუბრო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი თერაპევტი, პროფესორი, კლინიკური ექსპერტი ქალბატონი მაკა ბულეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მაკა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და გასტროინტესტინალური პრობლემები, რომელიც საკმაოდ ხშირი არის განსაკუთრებით ასე მგონია ბავშვებში, თუმცა მაინც კიდევ უფრო მეტად თერაპიულ პაციენტებში უკვე მოზრდილებში და ბევრი ძალიან დიდი სპექტრი არის ამ პრობლემების. მოდით დღეს კუჭის დაავადებებზე ვისაუბროთ და ერთ-ერთი საკმაოდ ხშირი პრობლემა ეს არის ეგრეთ წოდებული გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, რომელსაც ძალიან ბევრი სიმპტომები ახასიათებს. ხშირად ხოლმე არ აქცევენ სათანადო ყურადღებას პაციენტები და შემდგომში ამან შეიძლება ბევრი სხვა გართულებები გამოიწვიოს. პირველ რიგში მოდით ვთქვათ, რა დაავადებაა ეს და რა ჩივილებით მიმდინარეობს. შეიძლება ასე ითქვას, რომ საქართველოში გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები არის საკმაოდ გავრცელებული, ზოგადად იგი დაკავშირებული არის მაინც ჩვენს არაჩვეულებრივ პროდუქციასთან, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ და ნამდვილად ძალიან კარგია, ამაზე საუბარიც არ შეიძლება რომ სხვანაირად წარმოვიდგინოთ, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გადაჭარბებული რაოდენობითაც ვიცით. ამ ყველაფრის ზომიერება რო ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეს პრობლემები და ეს სიმპტომი წამოიწევს ხოლმე აი სადღესასწაულო დღეების დამთავრების შემდგომ. მოგეხსენებათ ასევე პარალელურად ქოლეცისტიტებთან ერთად და გამწვავება ყოველთვის დამახასიათებელია ზოგადად რეფლუქს ეზოფაგიტის, დამახასიათებელია შემოდგომაზე, დამახასიათებელია გაზაფხულზე, თუმცა რეფლუქს ეზოფაგიტი ეს არის ისეთი, ასე შეიძლება ასეც ითქვას, ისეთი სიმპტომი, რომელიც დაავადება თავისთავად, მაგრამ სიმპტომის სახით წარმოგვიდგენს ხოლმე პაციენტი, რომ ესე იგი მიღებული საკვების
შედეგად რეგურგიტაცია ხდება. ანუ ამოსვლა, რეგურგიტაცია ამოქარვება, ასე წარმოადგენენ ხოლმე ისინი. რეგურგიტაცია ხდება, ამოსვლა ხდება და რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს. და ხშირად გულძმარვაც არის, რაღაცა მწარეგებას შეგრძნება დაკავშირებული არის პირის ღრუში ჭარბი რაოდენობის ლორწოს არსებობასთან, ხანდახან დაკავშირებულია ენის ფერისრულებასთანაც, თუ კი რა თქმა უნდა, რეფლუქს ეზოფაგიტის გამომწვევი მიზეზი არის ჰელიკობაქტერი პილორი, ასეთ შემთხვევაში მომწვანო მორუხო ფერის ნადებიც არის ხშირად ენაზე, ესეც ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია. არის ამავე დროს მწარე გემოწი, იმიტომ რომ ხშირად ნაღლის ამორტყმოსაც ხდება ხოლმე შიგთავსის, როდესაც მაგალითად არის სფინქტერის პირღიაობა, როდესაც არის ეზოფაგიტი, ეზოფაგიტის საყლაპავის ანთება მოგეხსენებათ, ეზოფაგიტის კარდიალური ნაწილის ანთება შეიძლება იყოს და მიმდინარეობდეს რეფლუქს ეზოფაგიტის პარალელურად ესეც შეიძლება იყოს ეზოფაგოდიაფრაგმალური ანუ ხრელის ასე რომ ვთქვათ თიაქარიც, თიაქარსაც სხვადასხვა ხარისხი გააჩნია, შეიძლება იყოს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხი, მძიმე ხარისხისაც შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც წესი საქართველოში ძალიან დიდია პროცენტი შემიძლია გითხრათ როგორც გასტრიტების, ასევე ძალიან ხშირია რეფლუქს ეზოფაგიტისაც. რასთან არის იგი დაკავშირებული? რასთან არის დაკავშირებული და კლინიკური ნიშნებით. ეხლა თქვენ გითქვით, მაგრამ აი ვთქვათ, განსხვავდება თუ არა ეზოფაგიტის და გასტრიტის კლინიკური ნიშნები გარკვეულწილად? ეზოფაგიტის და გასტრიტის კლინიკური ნიშნები გარკვეულწილად განსხვავდება, იმიტომ რომ ეზოფაგიტის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თითქოს მოხრჩობის შეგრძნებაც და ისეთი სიტუაციაა, რომ ადამიანი გეუბნება, რომ კლაპვა უჭირს, თითქოს ლუკმა გაეჭხირა, განსაკუთრებით კარდიალური ნაწილის ანთებით თუ მიმდინარეობს საკლაპავის დისფაგია ახასიათებს, ესეც აუცილებლად დიახ, კლაპის გაძნელება, მაგრამ შესაძლებელია ორივე პათოლოგია ერთად იყოს. იყოს როგორც გასტრიტი, იყოს ასევე ეზოფაგიტის და ხშირ შემთხვევაში ასეც არის ხოლმე. რამ შეიძლება იგი გამოიწვიოს? იგი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გასტრიტი, ასევე ეზოფაგიტის, აი რეფლუქს ეზოფაგიტის მჟავიანობის მატებით, მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევით, ძირითადად ბაქტერიული წარმოშობის არის და ეს ბაქტერია არის ჰელიკობაქტერი პილორი. ასევე შეიძლება იყოს მედიკამენტოზური გასტრიტიც, აი ხშირად ქრონიკული პათოლოგიების შემთხვევაში, მაგალითად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს კორტიკოსტეროიდების მიღების შედეგად კარდიოლოგიურ პაციენტებში კლოპიდოგრელის და სხვადასხვა სახის მედიკამენტების ხანგრძლივად არასტეროიდები რევმატოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში და განსაკუთრებით ძალიან უყვართ ჩვენს მოსახლეობას არასტეროიდების ექიმის გარეშე მიღებაც ელემენტარულ ტკივილზეც, ამიტომ პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მედიკამენტოზური გასტრიტი განვითარდეს. ასევე შესაძლებელი იყოს ნევროლოგიური და პირდაპირ კავშირშია ეზოფაგიტის განვითარებასთანაც, ხშირ შემთხვევაში ნევროლოგიურად არასტაბილური მდგომარეობა. მაგათ ჩავთვალოთ, რომ აი არის ადამიანი, რომელსაც აწუხებს პერიოდულად, თქვათ, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვა, თქვათ, უსიამოვნო გემო და ასე შემდეგ და მოგმართათ, თქვათ, მიმართა ექიმს, რა ტიპის კვლევები იწყება ამის მერე, იმისთვის, რომ ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, არის ეს ეზოფაგიტი, არის ეს კუჭის ლორწოვანი გარსის, თქვათ, ანთება და გაღიზიანება, არის ეს დაკავშირებული ბაქტერიული ინფექციასთან, როგორც ჰელიკობაქტერია პილორია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კვლევების ჩატარება, რამდენად მკურნალობა არის განსხვავებული ასე შემთხვევაში. მკურნალობა განსხვავებულია, თუ ჩვენ გვაქვს ჰელიკობაქტერი პილორისგან გამოწვეული, როგორც ვთქვით, გასტრიტი, შეიძლება წყლულიც, გასტრიტი, ჰელიკობაქტერი პილორის შემთხვევაში ლორწოვანი გარსის დაზიანება ხდება, ანთებითი პროცესია, ძირითადად როგორც ვიცით, ანთება მიმდინარეობს. გასტრიტი შეიძლება იყოს ქრონიკული, გასტრიტი შეიძლება იყოს მწვავე, ასევე შეიძლება იყოს მჟავიანობა მომატებული და პირიქით დაბალი მჟავიანობით ან საერთოდ ნული მჟავიანობითაც იყოს გასტრიტი. გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერი პილორი, როდესაც არის განსხვავება არის იმაში, რომ ეს უნდა დადიაგნოსტირდეს პირველ რიგში, დიფერენცირებული დიაგნოსტიკა მოხდეს, როგორ უნდა დადიაგნოსტირდეს, იმიტომ რომ უნდა გაკეთდეს პირველ რიგში გასტროსკოპია, გასტროსკოპიის ფონზე ხშირ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე და მიმართავთ ბიოპსიური მასალის აღებასაც, იმიტომ რომ ნამდვილად საინტერესო და უთხოვარია პარალელურად რო ჩატარდეს და აქვე კვლევა და აქვე გვაძლევს პასუხს არის თუ არა ეს ჰელიკობაქტერია და რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა ბაქტერიას მხოლოდ ანტიბიოტიკო თერაპიით და შესაბამისი გაიდლაინ, შესაბამისი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან ერთად პარალელურად და შესაბამის ორ ანტიბიოტიკთან ერთად ხდება კურსის ჩატარება. ნუ ის განსაზღვრავს უკვე ექიმი იმ დეფექტის
ფონზე თუ რა სიდიდის არის დეფექტი, სად არის ლოკალიზებული ეს დეფექტი, პეპტიური წყულის შემთხვევაშიც კიდე მოგეხსენებათ სამ პათოლოგიას აერთიანებს ერთობლივად. აქედან გამომდინარე დაინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, თლიანად ის ტრიადა შეიძლება ასე ვთქვათ, რაც აუცილებელი არის ჰელიკობაქტერიის თლიანი კუპირებისათვის და ჩვენი პაციენტი თავიდან ბოლომდე გამოჯანმრთელდება. თუ მედიკამენტოზურია, რა თქმა უნდა, გვიჭირს ხშირად იმ ქრონიკული პათოლოგიისთვის, მაგალითად კარდიოლოგიური მაგალითად მედიკამენტის მოხსნა, იმიტომ რომ მაგალითად ფიბრილაცია თუ არის იქ ვერ მოხსნია რა, მაგრამ გარკვეულწილად იქ უკვე კონსულტაციას გავდივართ კოლეგები ერთმანეთთან და ამიტომ მაქსიმალურად შეიძლება ჩვენ გასტროინტესტიციალურ სისხლდენა მივიღოთ, მაგალითად ისე მელენა როგორც არის შავი განავლის სახით, ამიტომ ხშირად არის ესეთ პაციენტებში გასტროინტესტიციალური სისხლდენა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობის სხვა სტილზე გადავდივართ იმ ძირითადი დაავადების. კი ბატონო, ანუ ჩვენ ვეთანხმებით უკვე ვათანხმებთ მკურნალობის სქემას კარდიოლოგებთან და ვიღებთ უკვე მსგავსი ტიპის პრეპარატს, რომელმაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს კუჭი და ძალიან კარგია რომ თქვენ ახლა მელენა აღნიშნეთ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, ხშირად არის ხოლმე და ხშირად რაღაც ყურადღების მიღმა რჩება და ჩვენ უკვე ვნახულობთ ხოლმე პაციენტს იმ დროს, როდესაც ძალიან მძიმე ანემია არის განვითარებული, იმიტომ რომ სწორედ კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის გამო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ესეთი კუპრისფერი, შავი ფერის განავლით ვლინდება, ვითარდება საკმაოდ მკვეთრად გამოხატული ანემია და ვინაიდან ეს რაღაცა თანდათანობით განვითარება ხდება, რაღაცა პერიოდი თითქოს ადამიანი ეგუება ამ თავისი ჰემოგლობინის დავარდნას და ხშირად როდესაც ვნახულობთ უკვე როცა ჩნდება სიმპტომი, ძალიან სერიოზულ პრობლემასთან შეიძლება გქონდეს საქმე. რა კონკრეტულ ნიშნებს უნდა მიაქციოს პაციენტებმა ყურადღება, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ მათ ექიმს და გარდა ვთქვათ მკურნალობის სქემისა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გასტროინტესტინალური ტრაქტის პრობლემებზე, რა რეკომენდაციებს მისცემთ თქვენ ასეთ ადამიანებს, თუნდაც ვისაც ერთხელ ჰქონდათ აღნიშნული პრობლემა, რომ მოახდინონ ამ დაავადების პრევენცია. აი ზუსტად როდესაც ჰქონდათ ერთხელ უკვე ეს აღნიშნული პრობლემა, მათ ძალიან კარგად იციან და აუცილებელი არის, რომ პერიოდულად მაინც დაკვირვება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამეორების ეპიზოდებიც არის აუცილებლად. გარდა ამისა გააჩნია რამდენი ხნის წინ ქონდა. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის ნაწიბური უკვე ხო წარმოიქმნა იქ საიდანაც იყო ხო სისხლდენა. იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, ეს არა მარტო მოზრდილებშია და ასაკობრივ ადამიანებში და მაინც და მაინც ქრონიკული პათოლოგიის მქონე ადამიანი, რომელიც მაგალითად მედიკამენტს ღებულობს, არ არის აუცილებელი, მე მგონი ბავშვებში ძალიან ხშირად არის და ძალიან რთულად არის, ხო? მე ასე ვიცი. ამიტომ როგორ უნდა გავაკეთოთ ანემია, რომელიც ძალიან სერიოზულ ანემიას იწვევს რკინა დეფიციტს, შეიძლება კრიტიკული ანემიაც იყოს და ხშირ შემთხვევაში გააჩნია იქ ლაბორატორიულ კვლევას, როდესაც ვნახულობთ რკინას, ერიტროციტებს, ჰემოგლობინს, მთლიანად ვნახულობთ, ამის შემდგომ კრიტიკული ზღვარია ხანდახან რკინის. ამიტომ ადამიანს აქვს რა ძლიერი საერთო სისუსტე, თვალების ქვეშ სიშავე, აი ესე ვთქვათ, ადინამია, ძილიანობა, არაფრის თავი არ აქვს, ასე შეიძლება თქვეს, უენერგიობა და რა თქმა უნდა თავბრუსხვევა და რა თქმა უნდა ასევე არის ქოშინიც გამოხატული ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ეს თუ დიდხანს გაგრძელდება და თუ არ იქნება დროულად აუცილებელი მიმართვიანობა ექიმთან, იმიტომ სახლის პირობებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, როდესაც ხედავთ, რომ გქონდათ ერთი ეპიზოდი, შესაძლებელია კიდე განმეორდა, ხო განსაკუთრებით ახასიათებს ხოლმე აი ალკოგოლის ფონზე იცის ხშირად გამეორება, ან ხშირად იცის ხოლმე ნაწლაური ინტოქსიკაციის ფონზე, ეს აფხულობითაც არის ხოლმე ძალიან ხშირად რაღაც ესეთი არეული საკვების, სტრაფიკოების ობიექტების საკვების მიღების შედეგად. თუკი ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ არ უნდა ფეხზე სიარულიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი პაციენტების და აქვე სიმპტომი არის კიდევ ერთი რა, ტკივილი ნაკლებად შეიძლება იყოს გამოხატული გასტროინტესტიციალური სისხლდენის დროს, მაგრამ არის უფრო მეტად შებერილობა და შეიძლება პარალელურად მიმდინარეობდეს დიარეითაც. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ კრიტიკულმა ანემიამ შეიძლება არ არის ეს ის პათოლოგია, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს თუ დროულად მიმართავს პრობლემა შეუქმნას, მაგრამ კრიტიკულ ზღვარამდე თუ მივა, იქ რა თქმა უნდა სისხლის კომპონენტების შევსება ძალიან გაჭირდება შემდგომში უკვე.
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა და კიდევ ერთხელ, ანუ თუ ერთხელ მაინც ეს პრობლემა გქონდათ, აუცილებლად პერიოდულად კონტროლი გჭირდება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ნებისმიერი მცირე ჩივილის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა მივმართოთ ექიმს, რომ გავიაროთ სწორად დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურსი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ესეთი საინტერესო რჩევებისთვის და ჩემს მაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. ყველაფერი გავიგე, რა თქმა უნდა და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებით არის ხოლმე მარია ხეხეულიძე, რა თქმა უნდა და ვიცი მე ხანდახან რომ გავითვალისწინო ხოლმე მათი რჩევები კარგი იქნება. კი, ჯანსაღი ცხოვრების წესიო. ძალიან მარტივი კი არის ყველაფერი, რეალურად. ხო. ხო და ახლა კიდე ერთი ძალიან ანუ სამედიცინო თემა უნდა გავაგრძელოთ ახლა და რა თქმა უნდა ტრადიციულად კლინიკა პირველმა როგორც წინა წლებში წელსაც უმასპინძლა ბავშვებს და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გაუმასპინძლა ტკბილეულობები, ზღაპრის გმირები დაახვედრა და სასწაულო გარემო იყო და აი ესეთ ჯადოსნური გარემო აჩუქა კლინიკა პირველმა ბავშვებს და ჩვენი ჟურნალისტი ესწრებოდა სხვათა შორის ამ ღონისძიებას და შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტიც. მოდი ვნახოთ მაშინ. მინდა ყველა ბავშვი მიულოცა დღევანდელი დღე, ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა, მინდა უთხრა ყველა ბავშვს, მინდა იყოს ყველაზე ბედნიერები და უნდა იცხოვრონ ყველაზე ლაღ, თავისუფალ და ბედნიერ ქვეყანაში. კლინიკა პირველი ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ყველას და ჩვენ ყოველთვის, ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენ საოცარ ექიმებთან ერთად ზრუნავთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე. მიყვარხართ და აგერ ჩემ შვილთან ერთად ილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს. მიულოცდე? ილოცავ. პირველი კლინიკის გუნდის სახელით ყველა პატარას ვილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და რა თქმა უნდა ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს. მინდა შეგახსენოთ, რომ პირველ კლინიკაში ბავშვების ჯანმრთელობა არის ყოველთვის პირველი და მათ სპეციალურად პირველ კლინიკაში ყოველთვის ელოდებიან მაღალ პროფესიონალი პედიატრები, პედიატრთა დიდი გუნდი და რა თქმა უნდა ყველაზე კომფორტული გარემო. კლინიკა პირველი სახელით აბსოლუტურად ყველა პატარას ულოცავთ და ვუსურვებთ ჯანმრთელობას. ყველა დროს ყოველთვის თქვენ სამსახურშია კლინიკა პირველი და გახსნის დღიდან არ დაურღვევია ტრადიცია და დღესაც ხედავთ ჩვენს უკან რა ხდება. მე მინდა რომ ყველა ჩემს მეგობარს უთხრა მადლობა ყველა კლინიკის მეგობარს, რომელმაც შეძლო და დღეს ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პატარებს ესე გაულამაზა დღე. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ უამრავ წარმატებას პირველ რიგში ჯანმრთელ პატარებს. ჩვენი კლინიკა შეუერთდა ამ ძალიან საინტერესო და ღირსშესანიშნავი ღონისძიებებით. გვინდა რომ ბავშვთა დაცვის დღე 1 ივნისი გახდეს ჩვენი პატარებისათვის შთამბეჭდავი და ყოველთვის ასეთი ყურადღებით და ყოველთვის ესეთი ლამაზი ღონისძიებებით აღვნიშნოთ ჩვენი ბავშვების დაცვის საერთაშორისო დღე. ყველა ბავშვს ყველა მშობელს ულოცავ დღევანდელ დღეს, ყველა ექიმს, ყველა ადამიანს, ვისაც კონტაქტი აქვს ბავშვებსა და ვინც ზრუნავს ბავშვის მომავალზე, რომ ჩვენ შვილებს შეუქმნათ ნათელი მომავალი, უზრუნველყოთ მათი ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა და ასევე უზრუნველყოთ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება. ყველა ბავშვს ვუსურვებ მშვიდობიან საქართველოში, წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები, დაცულები
ჩვენი კლინიკა ამაში დიდ როლს ასრულებს რამენაირად, რომ ყველანაირად გქონდეს შემდგარი ცხოვრება. სიხარულით სავსე, სიყვარულით სავსე და რა თქმა უნდა ჯანმრთელები იყვნენ. ესე იგი, როგორი დღესასწაული იყო, ხო? და როგორ გულიმწყდება, არც ბავშვი ვარ და ჩემი შვილიც უკვე ბავშვი აღარ არის. ხო და ჩვენ ბავშვები არ ვარ. ჩავჯექით რა, ვერანაირ ამბავში. ხო და მე და თინანოს რაღაცის გამოცხადება გვინდა და შეიძლება? გთხოვთ, ქალბატონებო. საინფორმაციო გამოშვება პირველი. იეი! გთხოვთ. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა დღეს 1 ივნისია ბავშვთა საერთაშორისო დაცვის საერთაშორისო დღე. და თემა უნდა გავაგრძელოთ რა თქმა უნდა და SOS ბავშვთა სოფელზე გვაქვს საუბარი. როგორ ჟღერს გერმანულად? SOS Kinderdorf არის. Kinderdorf. Kinderdorf, ja, genau. Natürlich. კი, SOS Kinderdorfში ძალიან ისეთი მასშტაბური, გრანდიოზული სამზადისია, როგორც ვიცი და ჩვენი ანა გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადებიან. ანა ზაქაშვილია მე მგონი იქ და პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ახლა. ანა არ არის მოსული. ანას მე მგონი ჯერ არ ესმის ჩვენი ხმა. მაგრამ აუცილებლად გაიგებს ჩვენ ხმას და მე გაგვაგონებს თავის ხმას და მოგვიყვება თუ რა ხდება ბავშვთა სოფელში და როგორ ემზადებიან გრანდიოზული ღონისძიებისთვის. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი როგორც პატარებისთვის ისე მოზარდებისთვისაც. და მე მგონი ანა, გესმის ჩვენი ხმა? არ ესმის სამწუხაროდ ანას ჩვენი ხმა. არაჩვეულებრივად გელს იმყოფება ანა. მე დიდი ხანია ვიცნობ, ასე ვთქვათ, SOS Kinderdorfs. მართლა? კი, არაჩვეულებრივი გარემო, არაჩვეულებრივი ბავშვიკები არიან იქ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ის ადამიანები, ვინც აქტიურად არიან ჩართულები და ორგანიზატორები SOS Kinderdorfis და დღეს როგორც ის ძალიან ბევრი ადამიანს ელოდებიან ღონისძიებაზე. როგორც აღნიშნე უკვე შენ ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი. და საინტერესოა, რას გეგმავენ ძალიან მინდა გავიგო და ანა მე მგონი ხაზზეა უკვე? ანა გამარჯობა. გამარჯობა ანა. შუადღე მშვიდობის ნიკა ანა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და პირველ რიგში ჩვენს პატარა ტელემაყურებლებს და არა მხოლოდ ჩვენს მაყურებლებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და მინდა ბედნიერი და წარმატებული მომავალი ვუსურვო. რაც შეეხება იმ ღონისძიებას, რომელზეც ახლა ვიმყოფები, რომლისთვისაც აქტიური მზადება უკვე დაწყებულია და ცოტა ხანში უკვე დაიწყება ღონისძიება, ეს არის SOS ბავშვთა სოფლის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს ორგანიზაცია შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ უკვე 35 წელია რაც საქართველოში არსებობს 1999 წლიდან დაიწყო ჩვენს ქვეყანაში ამ ორგანიზაციამ ასე რომ ვთქვათ ფუნქციონირება და მათი მთავარი მისია და მიზანი არის ის რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს კეთილსაიმედო გარემო სიყვარულით აღსავსე თბილი ოჯახი და ისინი ზრუნავენ როგორც სოციალურად დაუცველ ასევე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე და ყველაზე ფაქტობრივად ვისაც დახმარება და გვერდში დგომა მხარდაჭერა სჭირდება. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას ბავშვთა დღესთან დაკავშირებით მათ გადაწყვიტეს რომ ეს დღე განსაკუთრებულად უფრო დასამახსოვრებელი გაეხადათ ჩვენი პატარებისთვის და Kids Fest 2025 დააორგანიზეს და საერთოდ რა აქტივობები ჩატარდება და როგორ წარიმართება დღევანდელი დღე ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა გვეტყვის თაკო დვალიძე ოჯახის გაძლიერების პროგრამის კოორდინატორი. თაკო მოგესალმებით პირველ რიგში თქვენს ორგანიზაციას თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ვულოცავ დღევანდელ დღეს და ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს ვუსურვებ. მოდი მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს რა იგეგმება დღევანდელი დღის ფარგლებში რა ტიპის აქტივობები ჩატარდება ამ სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მოგზანდით და დაინტერესდით ჩვენი აქტივობებით. როგორც აღნიშნეთ, ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს. ჩვენ მე წარმოვადგენ ოჯახის გაძლიერების მომსახურებას და დღეს აქ ფაქტიურად ჩვენი პროექტი მოვიტანეთ, ასე ვთქვათ, იმ ჩვენი აქტივობებით, რასაც ვახორციელებთ ხოლმე, გვექნება ჭადრაკის ჩემპიონატი, თითქმის ყველა ასაკზე არის გათვლილი დღეს ჩვენი აქტივობები 0
0-დან 18 წლამდე და 18 პლუსი, იმიტომ რომ ასევე ჩვენ გვაქვს იქით სივრცე, რომელიც პროფორიენტაციასთან არის კავშირში და ჩვენი დასაქმების კონსულტანტი გააკეთებს აქტივობებს, მოზარდებს დაეხმარება პატარა ესეთი აქტივობებით გაარკვიონ თუ რა სურვილები აქვთ მომავალში მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური მომსახურება და წარმოდგენილი გვექნება თერაპიული სესიების დროს შექმნილი მასალები და ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ გამოფენა და არ არის მხოლოდ ნახატი, ეს არის ფსიქოთერაპიული, ანუ არტ-თერაპიის, ქვიშის თერაპიის დროს შექმნილი მასალები. გვაქვს ასევე ჭადრაკის ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენი მათემატიკის პედაგოგი გაუძღვება უფასო საგანმანათლებლო კლასების ფარგლებში. ორგანიზაცია ასევე ახორციელებს ადრეული განვითარების პროგრამას, სადაც ჩართულები არიან 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები და ის ანუ ერთი კუთხე გვაქვს მათთვის დათმობილი, სადაც გვექნება მუსიკათერაპია, ქვიშით თერაპია, ცვილით ძერწვა. ასევე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური სამუშაოს მიმართულებით გამოფენილი კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი პუბლიკაციები, რომელსაც სხვადასხვა პერიოდულობით ვბეჭდავთ, ორგანიზაცია უყვეთავს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, იქ გენდერულთან როლებთან დაკავშირებით, მამობის აქტიურ ჩართულობაზე, ძალადობის შემთხვევებზე და ასე შემდეგ და გვაქვს ძალიან პატარა ესეთი ქარდები, წარმატებული ისტორიების, ასევე გვექნება ჩვენი პროექტის მონაწილე ბენეფიციარების უკავშირები, როგორც წრის პროექტი მათ ასე ვთქვათ ცხოვრებას და რაც ყველაზე მთავარია, მინდა ვთქვა, რომ დღეს კი 1 ივნისია და ყველა ბავშვს ვილოცავ ამ დღეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მხოლოდ ამ დღეს არ უნდა გვახსოვდეს ბავშვები და ჩვენი ორგანიზაციის ასე ვთქვათ და ჩვენი პროექტის კონკრეტულად ოჯახის მიმართულების პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ 1 ივნისს არა, ჩვენ ყოველდღე გვახსოვს ბავშვები, ყველა ჩვენი აქტივობა და ინტერვენცია მათი კეთილდღეობისკენ არის მიმართული და დღეს რაღაცა სიმბოლურად, ასე ვთქვათ, შემაჯამებლად ვაკეთებთ ამ ფესტივალს, სადაც ჩვენი პროექტის მონაწილე ბავშვები გაიხარებენ, მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრებიც, ჩვენი შვილები დაპატიჟებულებია. მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონებიდანაც არის. რეგიონებიდან ველოდებით ჩვენს ბენეფიციარებს ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე იქნება ესეთი მხიარული, არაფორმალური, საყვარელი და მოკლედ ერთმანეთს მოვეფერებით აი ამ გარემოში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი ფაქტობრივად გამოდის დაგემშვიდობებით, რომ ყველანაირი ასაკის ბავშვისთვის იქნება მორგებული დღევანდელი ღონისძიება. ახლა კითხვით უნდა გადავიდე თამარ უბირიასთან, რომელიც არის ფონდების განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თამარ, მოგესალმებით და თქვენს ორგანიზაციასაც ვულოცავ დღევანდელ დღეს. საუბრობდით ჩვენი ღონისძიებებზე, რომლებიც ამ სივრცეში დღეს გაიმართება და როგორც ვიცი და ეხლა ჩვენს უკან ხედავს ჩვენი მაყურებელიც ველოდებით ბენდებსაც, ხო? დღეს რომელიც მუსიკალურად გააფორმებს დღევანდელ საღამოს. ვინ დაუკრავს დღეს და გაალამაზებს დღევანდელ საღამოს? დღევანდელ საღამოს ჩვენი ბავშვების თხოვნით გაგვილამაზებს ბენდი გამოუვალი მდგომარეობა და ასევე გვაქვს სიურპრიზი, ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარის გუროს ბენდი ჰოლიდეიც შეასრულებს ბავშვებთან ერთად რამდენიმე სიმღერას, რომელმაც ჩვენი დახმარებით შექმნა ეს ბენდი, შევიძინეთ მისთვის ინსტრუმენტები და დავეხმარეთ, რომ ყოლოდა ძლიერი ბენდის წევრები და ის აქტიურად აკეთებს კონცერტებსაც, დღეს საღამოს კიდე სხვა კონცერტზე მიდის და მოკლედ მისი და გამოუვალი მდგომარეობის წყალობით დღეს ულამაზესი საღამოელით ჩვენს ბენეფიციარ პატარებს და თინეიჯერებს. კი ბატონო, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ბენდები არიან ჩართულები, მოკლედ დღევანდელ დღეში რეკლამა არ მინდა გამოგვივიდეს, თუმცა მინდა აღნიშნოთ, რამდენად აქტიურად იყო კერძო სექტორი ჩართული დღევანდელი დღის ორგანიზებაში და რამდენად აქვთ პასუხისმგებლობა საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლებს. უნდა აღვნიშნო, რომ SOS ბავშვთა სოფელს გვერდში დაუდგა Redison Ready, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაორგანიზებთ ამ ღონისძიებას და ახლა შემომიერთდება გიორგიც, Redisonis წარმომადგენელი. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ჩატარება, რადგან CSR ნაწილში ეს მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლიანი ბიზნესი დაუდგეს გვერდში ესეთ ორგანიზაციებს, როგორც SOS ბავშვთა სოფელია. მათი მხარდაჭერით შედგა ეს ივენთიც და რა თქმა უნდა გვყავს სხვა პარტნიორებიც, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელებს, საკვებს, ტკბილეულს ბავშვებისთვის და ერთად გამოგვივიდა ეს ყველაფერი 500-ზე მეტ ბავშვს ველოდებით დღეს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებსაც, ასევე მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა ფონდებიდან
და ჩვენი ორგანიზაცია ამაყობს, რომ ერთად ვდგავართ დღეს და ამ ყველაფერს ერთად გაუზიარებთ საზოგადოებას. გიორგი, თქვენს მოგესალმებით და გადმოვალ კითხვით თქვენთან. რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი ორგანიზაციისთვის ასეთი საპასუხისმგებლო, ესე ვთქვათ, ამბავში მონაწილეობის მიღება? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი, როდესაც გაჩნდა მსგავსი ტიპის შემოთავაზება, რომ ბავშვთა დაცვის დღე აგვენიშნა, ესე ვთქვათ, ერთად, SOS ბავშვთა სოფელთან ერთად, ჩვენ სიხარულით შევუერთდით ამ ინიციატივას. რედისონი არის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საერთაშორისო ბრენდი და ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგია და მთავარი მიზანი არის ადამიანებს და მათ შორის ბავშვებზე ზრუნვა, თანადგომა, მათთვის უკეთესი მომავლის შექმნა და რა თქმა უნდა ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ ეს თქვათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მადლობა ამ პასუხისმგებლობისთვის. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ. თამარ, მინდა რომ საქართველოში თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა შეაფასოთ, ხო? მე დასაწყისში აღვნიშნე თქვენი მისიის შესახებ, თუმცა საქართველოში რომ შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა და ამით დავასრულოთ. საზოგადოების ყველა წევრმა ალბათ არ იცის, რომ SOS ბავშვთა სოფელი უკვე 35 წელია ზრუნავს ბავშვთა კეთილდღეობაზე. ჩვენ ვაძლიერებთ არა მხოლოდ ბავშვებს, ასევე ახალგაზრდებს, ოჯახებს, რათა არ მოხდეს ოჯახებიდან ბავშვთა განცალკევება. ჩვენი მთავარი სტრატეგიაა იყოს ძლიერი ოჯახი, რაც ნიშნავს, რომ ბავშვიც ძლიერია. ორგანიზაციას აქვს უამრავი პროექტი საქართველოს 6 რეგიონში. მათ შორის გამოვყოფდი დედათა და ბავშვთა თავშესაფრებს, ახალგაზრდულ თავშესაფრებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, სადაც ზრუნველობა მოკლებული ბავშვები იზრდებიან. გვაქვს პროექტები ზუგდიდში, წალენჯიხაში, ქუთაისში, ამბროლაურში, ზესტაფონში და მოვიცავთ საქართველოს უმეტეს რეგიონს. ამჟამად გვყავს 1500-ზე მეტი ბენეფიციარი. ჩვენი მთავარი იმ პირობებში, როდესაც ხართ არაკომერციული ორგანიზაცია ხარ. SOS ბავშვთა სოფელი არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც არის წევრი ასოციაცია საერთაშორისო ბრენდის SOS Children's Villages International. 35 ქვეყანაში გაქვთ, როგორც ვიცი. 36 ქვეყანაში არის წარმოდგენილი ასოციაციები და ერთ-ერთი მათგანი არის საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი. ჩვენ ამ დღესასწაულზე ასე ვზეიმობთ 35 წლის იუბილეს. ჩვენთვის ნამდვილად საამაყო ძლიერი გუნდი, რომელიც ყავს 160-მდე თანამშრომელი, რომელთა დამსახურებით კეთდება უამრავი სიკეთე. ხმამაღლა არ ვსაუბრობთ ხოლმე და ბევრმა არ იცის ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, მაგრამ თაობები აღიზარდა ჩვენი გუნდის წყალობით. ჩვენ გვაძლიერებს ერთობა, სიკეთე, სიყვარული და ვამაყობთ, მე პირადად ვამაყობ, რომ ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვარ. ძალიან დიდი მადლობა თამარ, მადლობა ასევე თქვენი გუნდის 160-ვე წევრს ასეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო, ასე რომ ვთქვათ, საქმიანობისთვის. მე კიდევ ერთხელ ვილოცავ თქვენი ქვეყნის პატარებს დღევანდელ დღეს, როგორც ნახეთ, აქ მოკლედ აქტიური სამზადისი მიმდინარეობს დღევანდელი ღონისძიებისთვის, იფინება მათი ბენეფიციარების ნამუშევრები, სხვადასხვა ინტელექტუალურ და სახალისო თამაშებთან ერთად. დღის ბოლოს კი დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, გაალამაზებს ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა ანა, მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის და ძალიან დიდი მადლობა SOS ბავშვთა სოფელს, რომ 35 წელია აი ესეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ამდენი ახალგაზრდა აღზარდეს და თავშესაფარი აქვს და გარემო ღირსეული. კი, ნამდვილად გიერთდებით ჩემონიკა. ანა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ჩვენს ბავშვებს და მთელი სოფლიოს ბავშვებს დღევანდელი დღე და ამით ჩვენი გადაცემაც რაღაცნაირად დასასრულს მიუახლოვდა და წავა ბავშვო გაგასეინო ზოოპარკში. რა კარგია. კარგია, ძალიან. მაშინ ჩვენ ზოოპარკში წავალთ და შემდეგ შაბათ-კვირას დაგიბრუნდებით ისევ იგივე დროს, ისევ შუადღე ლაივის პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, დროებით. ნახვამდის.